მოგესალმებით ჩემო არხის მაყურებლებო და მსმენელებო, გუშინ გარკვეული მიზეზებით გამო ვერ მოვახერხე ჩემ არხზე ვიდეოს ატვირთვა ევრობასკეტის მატჩებთან დაკავშირებით. ბოდიშ გიხდის შეფერხებისთვის, დღეს არის 31 აგვისტო. მე გიბრუნდები პორტული სიახლეებით და დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ ჩვენმა ნაკრებმა ძალიან დრამატულ ბრძოლაში დამარცხდა 62-78 რაღაც მეოთხე პერიოდში უკვე გადაწყვეტილი იყო მატჩის ბედი 4-5 გოლით გვისვევდა იტალია და მოახერხა გაქცევა და იტალია მეორე ტურში იტალიასთან დამარცხდა ძალიან დრამატულ ბრძოლაში. პრესივში კარგი თავშეშლილება დატოვეს ბიჭებმა, მაგრამ ძალიან სრული ინციდენტი მოხდა შენგელიამ, ანუ რაღაცა შეესტურგინების რაღაც გამო შენგელია გააძევეს და შენგელიას მხოლოდ და მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა FIFA შენგელიას მიმართ. შენგელიას არ ემუქრება ევრობასკეტის მატჩის დატოვება და ეს ძალიან კარგი ამბავია. ეხლა კი რა შეეხება, მე მინდა გითხრა, საფრანგეთმა კი სლოვენიას 95-100 მოუგო. პორტუგალია დამარცხდა 54-95 თურქეთთან. ასე შემდეგ ესპანეთმა 67-80 მოიგო საქართველოს წაგების მერე და ესპანეთს კი შანსი დაიტოვა, რომ ჯგუფიდან გავიდეს ესპანეთი შემდგომ ეტაპზე. ეხლა კი რა შეეხება, საბერძნეთმა კი კვიპროს 96-69 მოუგო და ძალიან რთული და დრამატული მატჩი გველოდება. 4 საათზე თვლის დროით, 16 საათზე, რომელიც ჩვენი საზოგადოების პირველი არხი შემოგთავაზოს. ეხლა კი მე მინდა გითხრათ, სერბეთის მორიგი მატჩს გამართავს კიდე. ფინეთმა 85-65 მოუგო მონტენეგროს. გერმანიამ ძალიან მაგარი მატჩი მოიგო 30 ქულით და გერმანიამ გადადგა შემდგომ ეტაპზე გავიდეს დიდი ნაბიჯი გადადგმულია ამისთვის. ეხლა კი მე მინდა გითხრათ, გუშინ ძალიან საშინელი თამაში არ გვიჩვენებია, მაგრამ პრესივში ეს მეოთხეში გადაწყდა ჩვენი ნაკრების ბედი. ჩემო არხის მაყურებლებო, თუ მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ, მე დაგიბრუნდები